გილამშვიდობის მოგესალმებით იმედის დილის სტუდიიდან. დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი. პირდაპირ მინდა გადავიდეს სტუმარზე, დღეს ჩვენთან სტუმრად იქნებიან გიგი გარაყანიძე და ეთნომუსიკის თეატრი მთიები. გთხოვთ გიგი. გილამშვიდობის, გილოცავს მაყურებელსაც, გილოცავთ წმინდა გიორგის დიდებულ დღესასწაულს. შეგვეციოს საქართველოს და ამინ იყოს. გამარჯვებული ყოფილიყავით. დღეს შემთხვევით არ შეგვირჩევია ჩვენ არც სტუმარი, არც ის ნიმუში, რომელსაც შევთავაზებთ სულმარე იმედის დილის მაყურებელს. ორიოდე სიტყვით გიგი, რა გვაქვს მომზადებული და მის წინაპირობაზე, რიტუალურ მხარეზე, შესრულების წესზე, სტილსა და მუსიკალურ ენაზე. საკმაოდ საინტერესო ნიმუშია, გერგეტულად წოდებული. ეს გახლავთ ფერხული, რომელიც გერგეტის სამებასთან სრულდებოდა და როგორც მოგეხსენება საქართველოში წმინდა გიორგი არის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანი და დალოცვა იქნება, ეს სიმღერა იქნება. პირველად ღმერთი ვახსენოთ, ის უფრო დიდებულია და მერმე წმინდა გიორგი. განსაკუთრებულად საყვარელი ქართველი კაცისთვის და ალბათ ჩვენი მეომრული სულისთვის ყველაზე უფრო ახლო. კი ბატონო, და ამ სიმღერაშიც ესეთი თანმიმდევრობით არის დალოცვა და საინტერესო ნიმუში გახლავს იმითი, რომ შესრულების ფორმა არის მეტად საინტერესო. ამას ასრულებდნენ ხევისბრები, კულტურსახურები და ესე იგი ამ სიმღერის მანძილზე განმავლობაში ჩერდება სიმღერა და ითქმის დალოცვები. საინტერესო ფორმა ის არის, რაც ახლა ჩვენ თონახოთ, წრის შუაგულში დგას კაცი, დოკითა და ყანწით, ასხამს და აწვდის. ხო, ისიც, ვალდებულია, რომ დაილოცოს. ეს პრინციპში ვის მიეწოდება ეს ყანწი, ეს თავიდანვე ცნობილი იყო, იქ თქვათ იერარქიულად, მაღალ საფეხურზე მდგარ მსახურებს მიეწოდებოდა ეს და დალოცვებიც იმეორებს პრინციპში აი თვითონ სიმღერის ტექსტს. ანუ ეს ერთიანად არის წარმოდგენილი და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესო იქნებოდა ეს ყველაფერი თვითონ ყოფაში, სამებაზე, იქ მთის წვერზე და საინტერესოა ის მხარეც, თქვათ თვითონ აი კინესიკურ მხარეს რო შევეხოთ, აი ეს წრე, ანუ ფერხული და შუაში მდგარი კაცი, ეს არის გარკვეულად სიმბოლო სალოცავისა, რომელიც უძველესი დროიდან არის არა მარტო საქართველოში, არამედ სხვადასხვა ძველ ხალხებშიც აი სალოცავი როცა შენდებოდა, იგულისხმებოდა, რომ აქ იყო სამყაროს ცენტრი, სადაც თქვათ იყო ეს ღვთაებრივი ენერგია დაგროვილი და აი ეს ფერხულებს სწორედ სად როდესაც წრეა და შუაში ადამიანი დგას, მეცნიერები უკავშირებენ აი ასეთ ანუ მის საწყისებს პოულობენ ზუსტად აი ასეთ მსახურებებში, დიახ, რომელიც სწორედ სალოცავთან სრულდებოდა ასეთი ფერხულები და ეს ნიმუში მეტად საინტერესო არის ედიშერ გარაყანიძის ჩაწერილი თვითონ ეს ფერხული და თუნ ეს სიმღერა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფოლკლორისტის მიერ არის ჩაწერილი, სხვადასხვა ვარიანტი. თვითონ შესრულების მხარეს რაც შეეხება ხმიერ მხარეს, ესეც საინტერესოა. მოგეხსენება მთიები თქვათ სტილობს დაიცვას ამა თუ იმ კუთხის შესრულების მანერა, ხასიათი. მანერაც გერა წარმოებაც. დიახ. და მოხევებს მოგეხსენებათ აქ უფრო მძიმე შესრულების ფორმა, თვითონ დაცურებელი. მაგრამ მათთვის ძალიან ორგანული შეიძლება ჩვენი თვალსაჩინო დაგიგვებოდეს ასე. ხო. და ეს თქვათ სიმღერა ერთ შეხედვით ძალიან გავს სვანურს სხვათა შორის. აი თვითონ ეს ნიმუში რო ავიღოთ აი ეს გერგეტულა, რასაც ჩვენ ახლა შევასრულებთ, კარგად მიხვდები მაგას, როგორ იმეორებს თქვათ სვანურ ბუბა კაკუჩელას. კი, ძალიან გავს. რამდენად დაშორებულია მრავალხმიანობის ტიპით, წყობით, ფაქტორით ძალიან გავს ნამდვილად. ხო, და ამ ხრივად ძალიან საინტერესოა მსმენელისთვის თქვათ, ვინც ქართულ ფოლკლორს იცნობს და გულშემატკივრობს და მსმენელია. აი ეს ბევრ პარალელს დაინახავს სხვა დასავლეთის კუთხეში, თითქოს ორი უკიდურესი კუთხეა, მაგრამ ძალიან გავს. კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ შინაგან ერთიანობაზე, რომელიც აი ინტონაციურ სამყაროს კუთხით სხვადასხვა დიალექტებს ქართული მუსიკალური ფოლკლორის აერთიანებს და მეორე მხრივ ქმნის იმ სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას ჩვენი ხალხური სიმღერისთვის ამახასიათებელს. ჩვენ აი შევეცდებით, რომ თავი წარმოვიდგინოთ გერგეტის სამებაზე და გიორგობა მიულოცოთ ამ სიმღერით ჩვენს ქართულ. ძალიან კარგი, გადავიდეთ მაშინ საქმეზე და აი ამ შესანიშნავი ფოლკლორული ნიმუშის შესასრულებლად მოვიწვიოთ ეთნომუსიკის თეატრი მთიები. გთხოვთ? მეც შევუერთდები. აუცილებლად. აუცილებლად.
წმინდა გიორგი, შეგვეციოს გწყალობდეს. შეგვეციოთ წმინდა გიორგი, გიყვარდეთ ქართული სიმღერა და გემღერებოდეთ.